ასე მოკლეს მეფე, რომელმაც სიცოცხლე მთელი ერის გადასარჩენად შეწირა. ეს არ იყო უბრალო სიკვდილი. ეს იყო სიმამაცის მწვერვალი, რწმენის გამარჯვება და სამშობლოს გადარჩენა. დავით ულუს უფროსი ვაჟიშვილი გიორგი გარდაიცვალა და შესაბამისად დემეტრე ტახტის მემკვიდრე გახდა. აბაღა ყაენმა დემეტრეს მეფობა ცნო, ხოლო მისი მცირეწლოვანება საბაბად გამოიყენა და მეთვალყურედ სადუნ მანკა ბერდელი დაუნიშნა. სადუნი განსაკუთრებული გავლენით სარგებლობდა. ფაქტობრივად ქვეყნის გამგებელი იყო. 1280 ან 1282 წელს სადუნი გარდაიცვალა და დემეტრემ მის ვაჟს და მემკვიდრეს ხუტლუბუღას მამის სახელო ათაბაგობა აღარ მისცა. საქართველოში კვლავ მძიმე მდგომარეობა იყო. დემეტრე ყველანაირად ცდილობდა ქვეყნის მდგომარეობის შემსუბუქებას. კარგი ურთიერთობა ჰქონდა მონღოლებთან. 1288 წელი ქართველებისთვის და განსაკუთრებით მეფე დემეტრესთვის კიდევ უფრო ტრაგიკული აღმოჩნდა. ამ დროს გამჟღავნდა არღუნ-ყაენის საწინააღმდეგო შეთქმულება, რომლის მეთაურობა პირველ ვეზირს ბუღას მიეწერა. ყაენმა სასტიკი რეპრესიები გაატარა და ვინაიდან აჯანყებულ ბუღასთან დემეტრე მეორე მჭიდროდ იყო დაკავშირებული, იგი ერანში გამოიძახა. განრისხებულ ყაენთან გამოცხადების შემთხვევაში მეფეს სიკვდილი ელოდა, ხოლო თუ არ სიტყოდა ქვეყნის და ხალხის განადგურება. დარბაზმა იმსჯელა და მეფეს წასვლისაგან თავის შეკავება და მთებში თავის შეფარება ურჩია. მეფემ დარბაზის რჩევა არ მიიღო. მე დავდებ სულსა ჩემსა და არ დავიშლი ურდოს წასვლასო, განუცხადებია მას. ზედმეტი თავის ტკივილი არ უნდოდა არღუნს. ფიქრობდა ყაენი მოეკლა თუ არა დემეტრე მეფე. ყაენს ეთათბირა ხუტლუბუღა, საქართველოს ამირსპასალარი, თანამდებობაზე და ქონებაზე დახარბებული ადამიანი. ხუტლუბუღას გულში ჰქონია ჩადებული ბოღმა, ხელში ჩაუვარდა შესაბამისი მომენტი და გაწირა სასიკვდილოდ ჩვენი ახალგაზრდა ხელმწიფე. ყაენს ვერაგული რჩევა მისცა. ნუ იდარდებ დიდო ყაენო, მე მოგიყვან აფხაზთა მეფის დავით ნარინის მემკვიდრეს, მასუბოძე მეფობა და თუ ახლა დავით ნარინი არ გემორჩილება, ამგვარად შენს მორჩილებაში აღმოჩნდება მთელი საქართველო, როგორც დასავლეთი, ისე აღმოსავლეთიო. ამ თათბირმა გადაწყვიტა დემეტრე მეფის ბედი. თანამხლებმა დიდებულებმა ურჩიეს ხელმწიფეს გაქცეულიყო. მეფე მიუარა, ახლა რომ წავიდე ხალხს დამირბევენ და დამიხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს. რად მინდა სიცოცხლე გადავირჩინო და სული კი წავიწყმინდო. ამასობაში დაბრუნდა ხუტლუბუღა დასავლეთ საქართველოდან და ყაენს უპატაკა მეფე დავით ნარინი თანახმა, თავისი მემკვიდრე ვახტანგი და ჯარი გამოაგზავნოს შენს სამსახურშიო. ალბათ ხუტლუბუღამ ვერაგის სიტყვებიც უჩურჩულა ყაენ არღუნს დიმიტრი მეფის შესახებ. არგნით კვერთხით სცემეს მეფე. ყველას ეგონა აღარ მოკლავდნენ, რადგან მონღოლები, ვისაც სცემით დასჯიდნენ, აღარ კლავდნენ ხოლმე. მაგრამ არ დაცხრა არღუნის გულის წყრობა. როცა გაიგო დიმიტრი მეფემ, რომ მისი მოკლა გადაწყვეტილი იყო, ღიმილით დაემშვიდობა ამალის წევრებს. მეფემ ილოცა, ეზიარა ქრისტეს სისხლსა და ხორცს, ცრემლ მდინარემ კვლავ ილოცა და მერე მიუშვირა კისერი ჯალათებს. ველურმა დამპყრობლებმა მოკლეს ქართველთა მირონცხებული მეფე. დემეტრე მეორეს თავდადება დღესაც აღვიძებს ჩვენ სინდის და გვასწავლის, რომ ზოგჯერ მეფობა პატივზე მეტად ჯვარცმა. ის, ვინც სიცოცხლეზე მაღლა სამშობლო დააყენა, მარად ცოცხალია ჩვენს მეხსიერებაში. დაგვიწერეთ თქვენი აზრი დემეტრე თავდადებულზე. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება მეტს, რათა ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.